Spetsoperația Sololakში უკვე დასრულებულია ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ოჯახში სამართალდამცველებმა საეჭვო ნივთიერება აღმოაჩინეს. არაოფიციალური ინფორმაციით რადიოაქტიური ცეზიუმ 137-ია. დაკავებულები არიან ცოლ-ქმარი ქისიაშვილები, მომხდართან დაკავშირებით კი ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. შესაბამისად უცნობია აღმოჩენილი ნივთიერების ზუსტი დასახელება და ბრალდებაც. ლერმონტოვის ქუჩის სპეცოპერაციის ქრონოლოგია და ცეზიუმ 137-ის თვისებები ხატია ქვათაძის სიუჟეტში. სამართალდამცველებმა ქისიშვილების ოჯახიდან ჯერ ოჯახის უფროსი, შემდეგ კი მისი მეუღლე ახალშობილ ბავშვთან ერთად წაიყვანეს. სახლში მხოლოდ ქისიშვილების არასრულწლოვანი ვაჟი დარჩა. სპეცოპერაცია ლერმონტოვის 15 ნომერში დაახლოებით დღის 2 საათზე დაიწყო. მეზობლების თქმით, ჯემალ ქისიშვილი სამართალდამცველებმა სწორედ ამ დროს დააკავეს. მათივე ინფორმაციით სპეცრაზმელებმა ოჯახში საეჭვო ნივთიერება აღმოაჩინეს. კონკრეტული დეტალები მათთვის უცნობია, ყვებიან მხოლოდ იმას, რასაც თავად შეესწრნენ. მთელი 2 საათზე მეტი აქ გზა გადაკეტილი იყო საერთოდ, მანქანებს არ უშვებდნენ და რა ვიცი, ეზოში ამოიღეს რაღაცა ასაფეთქებელი ნივთიერება, რა არის, თუ მომწამლელი ნივთიერებაო. მეზობლებისგან განსხვავებით ახლობლებმა მომხდარის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს და ამბობენ, რომ მხოლოდ ისიციან, რის გარკვევაც ჟურნალისტებმა შეძლეს. დაკავებულთა ბრალეულობას გამორიცხავენ სხვა მეზობლები. ქისიშვილები ლერმონტოვის 15 ნომერში 12 წელია ცხოვრობენ. აქაურები მათ მხოლოდ დადებითად ახასიათებენ და მომხდარის მიზეზებზე საუბრისას მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ. არა ვიცი. და თქვენ ქალბატონის დაბრძანდებით თუ დეიდაშვილი ვარ იმის კაცის. ძალიან კაი ხალხი რა, როგორ გითხრათ, ეხლა გიკვირს ყველა მეზობლებს. ერთი ისე იგი ვერ შეხვდა ცუდი თქვენ ამ ოჯახზე. ალბათ როგორ ჟესტი ეგონათ ბავშვებს ხო ხდება რა, ვიხათ აი რო აბარებენ. ჯემალ ქისიშვილის დაკავების შემდეგ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ეზოსთან ნიღბიანი პირები მორიგეობდნენ. აქვე იმყოფებოდა დროებითი ხელბურკილით დაკავებული 3 პირი. ჯემალ ქისიშვილის დიშვილი და მისი 2 მეგობარი ეჭვმიტანილის სტატუსით სამართალდამცველთა გადაწყვეტილებას ეზოში უცდიდა. მოგვიანებით 3-ვე მათგანი გაათავისუფლეს და სპეცოპერაცია იმით დასრულდა, რომ ინგა ქისიშვილი ახალშობილ ბავშვთან ერთად წაიყვანეს. უცნობია კონკრეტული ბრალდება და საქმის სხვა დეტალები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც წერილობითი განცხადება გამოუქვეყნებია. შესაბამისად ინფორმაციის ერთადერთი წყარო დაკავებულების მეზობლები და ჟურნალისტები არიან. ცეზიუმ 137 კი, რომელიც ასევე ჟურნალისტებისა და მეზობლების ინფორმაციით ადგილზე აღმოაჩინეს რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ეგრეთ წოდებული ჭუჭყიანი ბომბის დასამზადებლად. მე როგორც მაქვს ინფორმაციას არის კონტეინერში მდებარე ნივთიერება, კონტეინერში ის არ არის საშიში ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის კონტეინერი იცავს იმას ყოველთვის, ზოგადად არის საშიში ნივთიერება. ზოგადად ეს ნივთიერება ბაზარზე არ იყიდება. ეს არის ან შავი ბაზარი ამ შემთხვევაში, ან ტრანზიტად შემოტანილი, ან სახათ, იმიტომ რომ ცოტა მეპარება ეჭვი, საიდან შეიძლება და ნივთიერება იყოს ამოღებული. ლერმონტოვის 15 ნომერში ქისიშვილების ოჯახში უფროსი ვაჟი და ჯემალ ქისიშვილის დეიდაშვილი იმყოფებიან. ცოლ-ქმარი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სავარაუდოდ დაკითხვაზეა. თუმცა მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ჯემალ ქისიშვილი ჯერ დეზერტირების ბაზარში, ბოლო დროს კი სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ხორცს ხიდდა. მისი მეუღლე კი დიასახლისია.